ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე დღესასწაული გომის მთაზე, ზღვის დონიდან 2250 მეტრზე სახალხო დღესასწაული იზეიმეს. დამსწრეებისთვის არაერთი სპორტული თუ კულტურული ღონისძიება გაიმართა, მათ შორის შეჯიბრი მინიფეხბურთში, დოღი და ანსამბლ ჩვენებურების კონცერტი. ადგილობრივები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ტურისტული პოტენციალის გაზრდას ითხოვენ. რაში ხედავს გამოსავალს მუნიციპალიტეტი, ნახავთ ჩვენ სიუჟეტში. ზღვის დონიდან 2250 მეტრზე, გომის მთაზე 11 წლის მოზარდი წყლის ელექტროენერგიასა და ინფრასტრუქტურაზე საუბრობს. აქ ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს და დღემდე მოუგვარებელია. ბავშვებსაც ძალიან ბევრი რამე გვაკლიან, სტადიონი არ არის და ატრაქციონები გვინდა ბევრი რო იყოს რა, უფრო სასიამოვნო გახდა ჩვენთვის დასვენება. სინათლე გვინდა, წყალი გვინდა, გზა კარგი გვინდა. და ამას ვითხოვთ ყველასაცად ვეუბნებით, მაგრამ მოახდე სინათლე არ არის მაინც. პრობლემების მიუხედავად ადგილობრივები გომის მთობის სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ. წელსაც ტრადიციულად იყო სპორტული ღონისძიებები და სხვადასხვა გასართობი. ღონისძიებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ესწრებოდა არჩილ თალაკვაძე. ხელისუფლებას აქვს მნიშვნელოვანი პროექტები, ეს არის ელექტროენერგიის და წყლის პროექტები, ეს არის საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი. წელს უკვე 200,000 ლარის ღირებულების სამუშაო ჩატარდება კურორტის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, აკეთდება წყლის რეზერვუარი. 2017 წელს უკვე წყლის პრობლემა აღარ ექნება ადგილობრივ მოსახლეობას. შუქის პრობლემას რაც შეეხება, ამას უფრო მოგვიანებით გაცნობთ თქვენ, გამომდინარე იქედან, რომ 2017 წელს სავარაუდოდ უკვე დაიწყება ეს სამუშაოები. სახალხო დღესასწაული ექსტრემალებისთვის აქ ყოველწლიურად იმართება. წლევანდელ ოფროუდის ტურნირში ორხიდიანი მანქანები მონაწილეობს. ძალიან ექსტრემალურია. ფაქტი სახეზეა უკვე დამიშავდა მანქანა, მაგრამ ეს ჩვენ არ ვაფასებთ ამას, იმიტომ რომ რაღაცა დამიშავდა ვაიმედე და არა. ეს სპორტი ითვალისწინებს იმას, რომ გადაბრუნდე, რაღაცა გატეხო, რაღაცა დააზიანო. გომის მთობის დღესასწაული ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე აქციის ფარგლებში მოეწყო. ეს დღე ყოველწლიურად აგვისტოს თვეში აღინიშნება.